ის თემა, რაზეც ჩვენ საუბრობთ ბოლო, მესამე კვირა, გავაგრძელოთ და ყურადღებით ვიყოთ მოსმენილისადმი. პირველი, რაზეც ჩვენ დასაწყისში ვსაუბრეთ, მორწმუნენი ხშირად, როგორც ოსია წინასწარმეტყველის 4:6-ში უფალი ამბობს, უცოდინრობის გამო იღუპება ჩემი ხალხი, მორწმუნეები ხშირად არიან, რომ არიციან რატო ხდება ესა თუ ის. როცა წერილი ამის შესახებ ამბობს, ზოგმა წერილი არ იცის, ზოგმა იცის ან არასწორად იცის და ოსია წინასწარმეტყველის პირით ღმერთი ამბობდა, უცოდინრობა ბევრ ზიანს და ზარალს აყენებს ჩემს შვილებს და ჩემს ხალხს. უცოდინრობის გამო იღუპება ჩემი ხალხი. და როცა ხვდები, რომ რაღაცა ვერ არის ისე და ეშმაკი თავის ბოროტ გეგმას ახორციელებს შენ საწინააღმდეგოდ უნდა იყო ყურადღებით იმის მიმართ, რომ რა არ ვიცი. ისე როგორც უნდა ვიცოდე, რომ ეშმაკმა არ მომატყუოს. რომ უცოდინრობის გამო ეს უარყოფითი რამ არ დამატყდეს მე თავს და უარყოფითი რამ არ განახორციელოს ეშმაკმა თავისი გეგმა. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე ზეციური სამეფოს და ღმერთის სამეფოს ასაშენებლად. ადამიანები ყველა ეშმაკის ტყვეობაში იყო ცოდვის ქვეშ და ცოდვილი ბუნება ყველაშია. ცოდვილმა ბუნებამ პიროვნება დაატყვევა, რომელსაც ცოდვილი ქვია და უამრავი ცოდვები გამოდის მერე ადამიანისგან. ანუ ეშმაკი მეფობს ადამიანში ცოდვის მეშვეობით ცოდვილზე. როცა იესო ქრისტე მოვიდა, ყველა და ყველაფერი ეშმაკის მონობაშია. მაგრამ ის მოვიდა, ბიბლია პირდაპირ ამბობს. 1 ტიმოთეს 1:15 მოხლი, სარწმუნო და ყოველგვარი მიღების ღირსია, სიტყვა რომ ქრისტე იესო გამოჩნდერისთვის ცოდვილთა გადასარჩენად. და პავლე მოციქული ამბობს, რომელთა შორის პირველი მე ვარ. იესო ქრისტე მოვიდა ცოდვილთა გადასარჩენად. მან უნდა იხსნას ცოდვილი ეშმაკის კლანჭებიდან და შეიყვანოს თავის სამეფოში. ეშმაკის მეფობიდან, ეშმაკის მონობიდან ღმერთის სამეფოში. კოლასელთა პირველ თავში პავლე მოციქული კოლასელებს უწერს წერილში, რომ ჩვენ ვიცით დროები ქართველებმა სამი დრო ხომ მაინც გვაქვს ქართველებს, არა ქართულად. ინგლისურში არ ვიცი რამდენი დრო გაქვთ ინგლისში? რამდენი? 16. ჯერ ისე ინგლისურს რო ვიგებ, ისე ვერ ხვდები ბოლომდე რა როგორ არის და 16 დრო ქართველებს გვაქვს. წარსული, აწმყო და მომავალი. და ამაში ხვდებით ყველაფერს და იმ 16 დროში რთულია რაღაცების გარკვევა, მაგრამ აი აქ ნახეთ, ყურადღება მიაქცეთ ბიბლიაში რამდენჯერმე არის ხაზგასმით კოლასელთა 1:13, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ძალაუფლებისაგან და შეგვიყვანა თავისი ძის სასუფეველში. ქართულად ძველი ქართული სიტყვა სასუფეველო და შეგვიყვანა თავისი ძის სამეფოში. გვიხსნა და შეგვიყვანა. როცა მორწმუნემ არ იცის რისგან არის დახსნილი და სად არის მიყვანილი, ვერ ერკვევა რა ხდება ჩემს თავს. მაგრამ როცა მორწმუნე ხდები, ბიბლია გეუბნება, რომ შენ ერთ დროს იყავი ცოდვის მონა და ეხლა შენ გახდი უფლის მონა, უფლის მსახური. ძალიან მიყვარს ეფესელთა მეოთხე თავში პავლე მოციქული ნახეთ უღწევს ეფესელებს. ეფესელთა მეოთხე თავის მერვე მოხლიდან. ამიტომ ამბობსო, ავიდა მაღლობზე, ანუ ჯვარცმული ქრისტე გოლგოთის მთაზე, ავიდა მაღლობზე შენი გულისთვის, გადაიხადა საფასური დაატყვევა ტყვეო და ნიჭები მისცა ადამიანსო. ავიდა მაღლობზე და დაატყვევა ტყვე. იცით რას ნიშნავს ავიდა მაღლობზე? ნიშნავს, რომ ქრისტე მოკვდა ცოდვილებისთვის ჯერ კიდევ როცა ისინი ეშმაკის მონობაში იყვნენ. ეშმაკს უჭირავს მთლიანად კაცს, მეც შენც და სხვაც. მნიშვნელობა არ აქვს ეს ვინ არის. ყველა ცოდვის მონა ყველა ეშმაკის ტყვეობაშია. მაგრამ რომელთა წერილში პავლე მოციქული ამბობს, ნახეთ, მინდა რომ ეს ადგილები წავიკითხოთ, სანამ შევეხებით მთლიანად თემას. რომელთა მეხუთე თავში პავლე მოციქული ნახეთ რა ეუბნება. რომელთა მეხუთე თავის მეშვიდე მოხლოს წავიკითხავ. ძნელად თუ ვინმე მოკვდება მართლისათვის, რაღაც სიმართლისათვის, რაღაცა იდეისათვის, ძნელად თუ ვინმე მოკვდება, ხოლო კეთილისათვის
შესაძლოა ვინმე კიდეც გაბედოს სიკვდილიო. Зарожден за Сталина, რუსები რო ყვიროდნენ. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამე ამტკიცებს იმით, რომ ქრისტემ მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. სიტყვა აქ ამტკიცებს ნიშნავს, რომ ის აგრძელებს თავის სიყვარულის მტკიცებას, არა 2000 წლის წინ დაამტკიცა, ის აგრძელებს თავის სიყვარულის მტკიცებას ჩვენდამე. მოკვდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა შენ ისევ სულ სხვა სამეფოსა და სულ სხვა გავლენის ქვეშ იყავ, შენც, მეც და სხვაც. მაგრამ წარმოვიდგინეთ, რომ ქრისტე კვდება, იხდის საფასურს ცოდვილისთვის და ისინი ჯერ კიდევ იქ არიან ეშმაკის მონობაში. ყველამ შესწოდა ბიბლია ამბობს და მოკლებული არიან ღმერთის დიდებას და არიან ეშმაკის მონობაში. მაგრამ არის ერთი რაღაც, რაც აძლევს ხალხს საშუალებას გამოვიდნენ და გაიგონ, რომ მან უკვე გვიხსნა ჩვენ და შეგვიყვანა თავის სასწაულში, შენთვის გადახდილია ფასი. შენთვის უკვე ყველაფერი გამზადებულია და ამას ქვია მიდიხარ ადამიანთან და ეუბნევის სახარებას. სახარება არის გასახარებელი ამბავი, რომ შენ შეგიძლია აღარ იყო ეშმაკის მონა და უფლის მონა და უფლის მსახური გახდე. ანუ მიატო ეშმაკის სამეფო, რომელიც დაღუპვისაკენ მიდის და გახდე ღმერთის სამეფოს ძე და ასული. და ეს არ მოხდება გარდაცვალების შემდეგ, ეს ხდება აქ, აი ამ ქვეყნად. აქვე იყოფა გზები ცოდვილთა და მართალთა. აქვე ხდება დახსნილები და დაღუპულები. ადამიანი ნათელში ამყოფოს, რომ ამბობენ, აქ თუ ბნელში ცხოვრობდა და ეშმაკის მონობაში იყო, იქ ნათელში რა თქმა უნდა, ყველას გვინდა უსურვოთ, ყველას გვინდა ვიოცნებოთ, რომ ნათელში იყოს, მაგრამ თუ ღმერთისგან ქონდა მიცემული შესაძლებლობა, რომ შესულიყო უფლის ნათელში, უფლის სამეფოში, უფლისკენ გადმოსულიყო და ეშმაკის მონობისაგან დაეღწია თავის სახარების ქადაგების მოსმენისას, თავისუფალი ნება რჩება ადამიანს და მიატოვოს და გადადგას ნაბიჯი. მე ძალიან მიჭირდა, როცა მითხრეს, რომ გამოდი და შენი ცხოვრება მიუძღვენი უფალს, მინდოდა გამოსვლა, გავიგერო სწორია, მაგრამ სკამზე დავეკარი, ვეღარ ვდგებოდი, ვერ ვიძრეოდი, რომ ყველა ძალები მოქმედოდა ჩემზე, რომ მე არ გამეკეთებინა ნაბიჯი და არ მომენანიებინა და უარი არ მეთქვა იმისთვის და არ შემოbrunებულიყავი უფლისკენ. ეხლა მე რატო ამბობ ამას, რომ მორწმუნეებს უნდა ესმოდეს, როგორც კი შენ დაატყვევდი, დაატყვევა და ნიჭები მის ადამიანს, დაატყვევა ნიშნავს. დაატყვევა ტყვე. ჯარისკაცის მამაში როა. რატო იმეორ პლენ, რატო ტყვე. მე არ მინდა ვიყო ტყვე, არ ჩავარდები მე ტყვე. მე მამა ჩემი ცომობდა, პაპა ჩემი ცომობდა. ბიბლია ამბობს, რომ მან დაატყვევა ტყვე. ვინ იყო ტყვე და რატო დაატყვევა ის ტყვე? ეფესელთა 4-ის 8-ს რომ ავიდაო მაღლობზე, გოლგოთის ჯვარზე და ტყვეს. ისევ ტყვეობა შესწო, მაგრამ იცით რას ნიშნავს ეს? ეშმაკისა ცოდვის მონა და ტყვე ქრისტემ თავის სიყვარულით დაგვატყვევა. გითხრა მე შენთვის უკვდები ღმერთის ძე. ყველაზე ძვირფასი სამყაროში რაც კი არსებობდა, ღმერთმა ის შესწირა შენთვის. რისთვის? რომ დაემტკიცებინა შენთვის სიყვარული. ზოგი გულში ჯიხს იცემს, მიყვარხარ ენით, მე არ ვიცი, ზოგი რითამ ცდილობს და цаრიელი ენაო, ხშირად იტყვიან ხო, მაგრამ ღმერთს არ დაჭირებია ენით მტკიცება. მან მაღლობზე საკუთარი ძე შესწირა მსხვერპლად. როცა მე ეს დავინახე სულში, ჩემი პიროვნები, ის ჩემთვის მოკვდა. სწრა დამემართა, აი მაშინ დამემართა თუ დამემართა, ჩემი ტყვეობა დავინახე. და ტყვე როგორ შემიყვარა მე ტყვე და გამხადა მე ტყვე სიყვარულისა და უფლის სიყვარულმა დამატყვევა და მე არ შემიძლია სხვანაირად ვიცხოვრო. იცი, რო ვიცხოვრო უკვე მოვკვდები სხვანაირად. და უფალე აკეთებს ამ საქმეს მტკიცებულებით ფორმაში და როცა მოვისმინე ქადაგება, როცა მოვისმინე გალობა, ის უყარხარ ახლა მასზე ძლიერ ჩემში აი ყველაფერი სხვანაირად დადგა, სხვა სურათი და მაშინ მე აღთქმა დავდე უფალს. გამოვედი წინ დავდე კიდე თქვი, თუ ცოცხალი იქნება ღმერთო. მე გავიგე რას ნიშნავს ეშმაკის ტყვეობიდან, შენ როგორ დამიხსენი დიდი ძალითა და შენი მკლავით და შენი მარჯვენით, რომ ეშმაკის კლანჭებიდან გამომიხსენი. და ახლა შენ სიყვარულს მიმტკიცებ ისევ.
ის ამტკიცებს თავის სიყვარულს ჩვენ და 2000 წლის წინ კი არ დაამტკიცა ჯვარზე. ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ამტკიცებს თავის სიყვარულს და მას ნებავს რომ ჩვენც რეაგირებდეთ სიყვარულზე. არა იგნორით, არამედ შეუძლებელია ღმერთი გიყვარდეს, შეუძლებელია, სანამ იმას არ გაიგებ რომ მას უყვარხარ. რელიგია არ არის თავზე მოგახვიო და ჩამოკიდო. შეიძლება არ შეიძლება ვიძახდი. მაშინ მომაყარეთ ეგრე ცოცხალ ახალგაზრდა ბიჭს და დამთავრდა ყველაფერი. ჩამივშთ ეგრე. რაღა მინდა, მაგრამ ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ესეც რელიგია ყოველთვის აკრძალვებშია. როცა ღმერთი ამბობს, მე შედარებს არ გიგზალო. ყველაფერი ნებადართულია. პავლე თქვა, მე თავისუფალი ადამიანი ვარ. თავისუფალი ნება მომცა ღმერთმა, მაგრამ ყველაფერი არ აშენებს. ყველაფერი სასარგებლო როდია. ამიტომ მე როცა გავიგე უფლის ტყვეობის დახსნის შესახებ თუ როგორ მოიტანა ახსნა ჩემს ცხოვრებაში მე მას მერე გავხდი უფლის ვთქვათ დატყვევებული ტყვე სიყვარულის ტყვე თუ გადახედავთ მოციქულთა წერილებს როგორ წერენ ისინი არა მოციქული პავლე არა რაღაცა ქადაგებელი მსახური უფალი იესო ქრისტეს მონა უფალი იესო ქრისტეს მონა ისინი წერილებს ასე იწყებენ წმინდა წერილებს უფალი იესო ქრისტეს მონა და რა კარგია როცა ადამიანი კარნახითა და ზეწოლით კი არა შინაგანი შემეცნებით უფლის ყველაზე დიდ პატივს ეძებ ყველაზე დიდ პოზიციას ეძებ რა არის ეს პოზიცია უფალო გამხადე ვიყო შენი ტყვე და შენი მონა იმ სიყვარულისა რომელიც სიყვარულით შენ და მიგაქვს რომ მეც მქონდეს იგივე და მეც იგივე რეაგირება შემეძლოს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მე ადრეც მოვიყვანე მაგალითი რომ დედამ რო გადაარჩინა შვილი და თვითონ გაიყინა ეს დედა და როცა ბავშვი უკვე გაიზარდა მივიდა იმ ადგილას სადაც დედა დაკრძალეს დედას ტანსაცმელში ყავდა ხოლო ბავშვი გადარჩენილიყო ომიანობის პერიოდში და ბავშვმა დაიწყო თურმე გახდა დედის საფლავთან გაყინულ გაზ და დედა მომეცმეთ საშუალება რომ მეც შევძლო სიყვარულისთან მტკიცება მაგრამ შენ ახარ გესმის ჩემი ახლა შენ აღარ შეგიძლია რეაგირება მოახდინო ჩემს სიყვარულზე მაგრამ ღმერთი დღესაც ელოდება შენს სიყვარულს მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ მე მჯერა რომ 100%-იანს და ჭეშმარიტებას ვამ ჭეშმარიტება ნიშნავს 100%-იან სიმართლეს ვერ შეიყვარებ ღმერთს სანამ იმას არ იგრძნობ და არ გაიგებ როგორ უყვარხარ მას რა ძვირფასი ხარ მისთვის ერთი რაღაც მინდა თქვა შენ რომ არ იყო ასეთი ძვირფასი ორი დიდი სამეფო ასე არ იბრძოლებდა შენთვის ღმერთმაც იცის რა ძვირფასი ხარ მისთვის და ეშმაკმაც იცის რა უნდა გაგლიჯოს მისი ხელიდან ამიტომ მოდით დავინახოთ საკუთარი თავი რომ მე ვინა ვარ მე არაფერი არ მე ეს შეიძლება საკუთარ თავში აღქმა იყოს ხომა არ დაგვაფასეს რაღაც მაგრამ ჩვენ ძალიან ძვირფასები ვართ მარადილ სამყაროში ასეთი ძვირფასები რომ ვართ იბრძვის მთელი ჯოჯოხეთიც და იბრძვის ზეცა და მთელი ანგელოზები ჩვენს გადასარჩენად და დასახსნელად და ჯოჯოხეთის პროგრამების გასაუქმებლად ასე რომ ჩემ ძვირფასებო მოდით მე დღეს მინდა ვილაპარაკო იმ შესახებ რომ ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს თავს როგორც კი მორწმუნე ხდები როგორც კი უფლის გზას დაადეკე როგორც კი უფლის სიყვარულში შეხვედი შემდეგი რაღაც იწყება უნდა იცოდე რომ ყველაფერი უფრო დაიძაბა ვიდრე იყო როცა ეშმაკის მონა იყავი ეშმაკს ქონდა თავისი რა ვიცი გეგმა მარადიული დაღუპვის მაგრამ როგორც კი უარი უთხარი როგორც კი წინააღმდეგობა გაუწია და დააღწია თავი და გადახვედით როგორც წერია მან გვიხსნა და შეგვიყვანა თავისთვის სამეფოში როცა შენ უკვე უფლის სასუფეველში იმყოფები ეშმაკი გაგიხდა მტრად და მთელი მისი დემონები მესამედი ანგელოზების სერი არიან დემონები გადმოგდებული ანგელოზები რომლებიც აუცილებლად იბრძოლ არ დაგანებებენ თავს ვიდრე ან არ დაგაკარგვინებენ იმას რაც აირჩიე ან ისინი ეცდებიან ბევრი ხაფანგები მოაწყონ შენ ცხოვრებაში რომ ფიზიკურად გაგანადგურონ სულიერად დაგცნენ გაცდუნონ მე არ ვიცი ხაფანგები მოაწყონ ათასნაირი მაგრამ ბიბლია ამბობს რომ ღმერთი ხშირად ამბობს ეშმაკს არ ზინავს მე ბიბლიაში არ წამიკითხავს არსად რომ ეშმაკს არ ზინავს ბიბლია ამბობს რომ არ წასწრებს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალაუფლება ეშმაკის წინააღმდეგ რომ ვიმოქმედოთ და პირიქით უფლის თანამშრომელი და მსახური ხდები რისთვის
რომ უფრო ბევრი ადამიანი იქნეს დახსნილი ეშმაკის მონობიდან და მოყვანილი ღმერთის სამეფოში. წარმოგიდგენია ვინა ვარ მე? ან ვინა ხარ შენ? რას წარმოადგენ ჩვენ თავში ფასები გვაქვს იცით დღეს ხო საქართველოში განსაკუთრებულად რომ ადამიანის ფასი არაფერი არ არის. ერთხელ ესეთი რაღაც მეთქერას რომ კომუნისტების დროს პატიმრის ფასი 17 კაპიკი იყო. რო გვდებოდნენ მოკვდა რა დიდი ამბავი მოკვდა 17 კაპიკი და კაპიკებში იზომებოდა ადამიანის სიცოცხლე. და დღესაც ჩვენ არ ვართ დაფასებული, შეფასებული და ხშირად საკუთარ თავსაც არ ვადოთ ფას, მაგრამ ღმერთმა დაგვადო ძალიან დიდი ფასი. და მან არარაობა ეშმაკის ხელში გაგვხადაო თავის შვილებად, ოჯახის წევრებად, მემკვიდრეებად, მეფურ-სამღვდელოებად. რომ გალატელთა 4:7 ამბობს, რომ შენ მონა აღარ ახარ, შენ უკვე ძე ხარ ღმერთის მიერ. და თუ ჩვენ ვართ ეს, მაშინ ღმერთი შემდეგ გეუბნეო, ეხლა მე მინდა რომ შენ ჩემთან ითანამშრომლო. რისთვის? რამდენი დარჩა იქ კიდე, სადაც შენ იყავი? სადაც შენ ცხოვრობდი? რამდენი ადამიანი არის ეშმაკის მიერ განადგურებული და გაუბედურებული? ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს აი აქ არ არის, ან სხვა ეკლესიაში არ არის, ღმერთი ეძახის იმ ადამიანს, მოდით ჩემთან. მათეს 11:28-30 მოხლები ამს რომ მოდით ჩემთან ყველა ტვირთმძიმენო და მაშვრალნო. მე დაგამშვიდებ თქვენ. ვინ არის ტვირთმძიმე და რა ტვირთიადებთ? ტვირთმძიმე არის ეშმაკის მონობაში მყოფი ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ ესმის, ღმერთი მამა და ღმერთი ჩვენ მხარეზეა. აი რა იწყება, როდესაც ადამიანი ტოვებს ცოდვილ ცხოვრებას და იწყებს ღვთის გზაზე სიარულს. ორი სამეფო არასოდეს შერიგდება. არასოდეს უნდა იცოდე. ქვეყნიერება ქვია ცოდვილ სამეფოს და სათასასუფევლი ღმერთის სამეფო ქვია ეკლესიას, მორწმუნეებს, ქრისტიანებს და ეს ორი ერთად არასოდეს შეთავსდება. ბიბლია ამას ეძახის, აი როგორ შევადარაო პავლე მოციქულემს, რომ მინდა რომ დაინახოთ ეს შედარება, რომ ეს არასოდეს არ იქნება ერთად. მეორე კორინთელთა წერილში პავლე მოციქული მე-6 თავში უხსნის, რომ შეხედეთ, როგორ შეიძლება ფოკუსი გააკეთოს ადამიანმა ისეთი, რომ ზეთი და წყალი ერთმანეთთან შეაერთოს. ზეთი და წყალი არ ერთდება ერთად. ისინი როგორც არ უნდა აურიო, ვერ გაიხედათ ზეთი ზემოთ მოექცევა, წყალი ქვემოთ არის. მეორე კორინთელთა მე-6 თავში პავლე მოციქული ამბობს, ნუ შეებმევთ უცხო უღელშიო ურწმუნოებთან, რამე თუ რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან. ან რა საერთო აქვს სიბნელეს წვდიათთან, სინათლეს წვდიათთან. რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან, ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან. რა კავშირი აქვს ღმერთის ტაძარს კერპებთან, რამე თუ თქვენ ახართ ცოცხალი ღმერთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა და ამკვიდრდები და ვივლი მათში და ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი. რა საერთო აქვს? გაყოფა ძალიან დიდია. ისინი სხვა მდგომარეობაში, ჩვენ სხვა მდგომარეობაში. მაგრამ ღმერთი გვეძახის და მინდა რომ ყველამ გაიგო, დიდმაც და პატარამაც. ღმერთი შემთხვევით არ გვირჩევს და გვეძახის. მინდა რომ ჩემი თანამშრომელი გახდნენ. რომ იმსახურო და ემსახურო ადამიანებს და მიუტანო სახარება. სახარება არის გასახარებელი ამბავი. შენ შეგიძლია მარადიული გზის არჩევა და შეგიძლია დაბრუნდე სახლში. დაკარგული ძის ამბავი ზუსტად ეს იყო, რომ დაკარგული ძე მიხვდა, რომ მე ყველაფერი გავფლანგე, ყველაფერი დავკარგე. მე მონობაში ვიყოფები და მართლა მონობაში იყო, ეს იგავი ქრისტე მოიყარა, მართლა მონად იყო და რკოსაც არ აჭმევდნენ წერია. მაგრამ როცა მიხვდა, რომ მამა ჩემის სახლში არის უფრო ბევრი და უკეთესი პირობები, მოინანია, შემოbrunda და დაბრუნდა მამასთან. ჩვენც ვაკეთებთ იგივეს და ყველამ გავაკეთეთ და მინდა გითხრა, აიღე პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე როგორც საკუთარ თავზე, ისე ირგვლივ მყოფ ადამიანებზე თუ ზოგჯერ ვერ უმოწმოთ, ვერ უქადაგებ და ვერ შესძელ იმ ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ მათ უნდა დატოვონ ცოდვილი გზა და შემოbrunდნენ ღმერთისკენ და ზურგი აქციონ სატანას და გახდნენ ღმერთის მონები და მსახურები. ლოცვით მაინც დაიწყე. ნოთხარ ღმერთო გამომიყენე ჭურჭლად. როცა დავბრუნდებით მარადისობაში, იქნება შემდეგი რაღაც. ღმერთი შეგვეკითხება. როცა ხედავდი ამდენ დაღუპულს, რატომ არ ეუბნეოდი მათ უფლის შესახებ?
როცა ხედავდი ამდენ ადამიანს, რომელსაც ეშმაკმა დაუბრმავა გონებაო, ასე წერია პავლე მოციქული ამბობს. მეორე კორინთელთა 4 თავში პავლე წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ბრწყინავდეს, ნახეთ, ურწმუნოთათვის, რომელსაც წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათთვის არ ბრწყინავდეს სახარების შუქი, ქრისტეს დიდებაზე, რომელიც უხილავი ღმერთის ხატია. ეშმაკმა ბევრი ადამიანი დაატყვევა, დაუბრმავა გონება, მაგრამ იცოდეთ, რომ ღმერთს ნებავს, რომ ისინი გადარჩნენ. მას ნებავს, რომ ყველა გადარჩეს. ეს იმაზეა დამოკიდებული, ეკლესია როგორ იქნება მობილიზებული ღმერთთან თანამშრომლობაში. იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავი მიუძღვნეს ღმერთს, და როცა მე მოვედი ეკლესიაში პირველად და მოვისმინე ქადაგება. ღმერთო, ეს იყო ჩემი განთავისუფლების პერიოდი. არა ღმერთმა გამანთავისუფლა მარტო, არამედ თანამშრომლებთან ერთად. ეცით ღმერთი ან თავისუფლებს, მაგრამ ღმერთი ჰაერიდან არ ლაპარაკობს, ის ჭურჭლებს ირჩევს, ის ირჩევს ინსტრუმენტებს, ირჩევს მსახურებს და მსახურებაზე რომ მოვედი, ის მსახური ქადაგებდა და ამბობდა იმ სიტყვას, რაც ღმერთმა უთხრა და გამოყენებული იქნა ღმერთის მიერ, ღმერთთან თანამშრომლობით ჩემს გასანთავისუფლებლად და აი იმ დღეს დავიფიცე მე და მოვინანიე და თქვი, უფალო, თუ ცოცხალი ვიქნები, მე შენი მერქმევა და შენთვის ვიცხოვრებ და ბოლო ამოსუნთქვამდეს, მინდა რომ გიერთგულო ისე როგორც შენ გააკეთეს. ცით ადამიანები ვერ მიიღებენ ხსნას. თუ შენ მათნაირი გახდები იქით, პირიქით და იცი რომ დაღუპვის გზაზე დგანან და მშვიდად იქნები. შინაგანად იგრძნობ, რომ შენ ღმერთს უღალატე და ადამიანებსაც და ეშმაკმა სირცხვილის გრძნობით იქნება, თორე იქნება ხშირად ადამიანებს ისევ ბორკილებს ადებს, რომ შენ არ თქვა, არ გააკეთო, არ იმოქმედო და შემდეგ. მაგრამ ჩვენ მოწოდებული ვართ ღმერთის თანამშრომლებად. როგორც წერილი ამას, ჩვენ ღმერთის თანამშრომლები ვართ, თქვენ კი ღმერთის ყანა. მე მინდა ცათასასუფეველზე ვილაპარაკო დღეს, ქრისტეს მთავარი თემა, სალაპარაკო პირველივე ქადაგებიდან და დასასრულსოცა მიდიოდა ის ამ ქვეყნად, ჩვენ თქვით, რომ ქრისტეს მთავარი სასაუბრო თემა იყო. მარკოს 1:15-ში დაიწყო და საქმე ცხოველთა პირველ თავში ღმერთის სამეფოზე 40 დღე ქრისტე რო აღსდგა მკვდრეთით, 40 დღე ღმერთის სამეფოზე ელაპარაკებოდა. ღმერთის სამეფოს შესახებ ისინი ეუბნებიან, ღმერთის სამეფო კი არის ისრაელს, ახლა ხო არ აღუდგენ სამეფოსო. და ჩვენ თქვით, რომ ხალხი მოციქულებიც კი ჯერ ბოლომდე ვერ წუდებოდნენ იმ ნათქვამსა და იმ მოწოდებასაც ქრისტე ასწავლიდა, რომ ღმერთის სამეფო მოვა და აუცილებლად იქნება მისი მეფობა უკუნისამდე. დანიელის მეორე თავი წავიკითხეთ 44 მუხლი და დანიელმა აუხსნა ნაბუქოდონოსას და უთხრა, ყველა სამეფო დაეცემა ღმერთის მეფობა რო დადგება და იქნება, მის მეფობას არ ექნება დასასრული. ჩვენ ნახეთ გამოცხადების მე-20 თავით როგორ იქნება ეშმაკის შეკრული დიდი ჯაჭვით, ანგელოზმა შეკრავეს და ჩააგდო და რომ ღმერთის მეფობა მოვიდეს, ვით არც სათაშინა, ეგრეც ამ ქვეყანას ეზედა. ვიდრე ეს პრაქტიკულად და რეალურად ეს ახდებოდეს და მოხდებოდეს, ბევრმა წარმოსახვით რთულია ძალიან, როგორ იქნება ეს, მარიამაც დასვა შეკითხვა, ძეს გააჩენო, ანგელოზი ეუბნება და ეს გათხოვილი არ არის ეს გოგო და ძეს როგორ გავაჩენ, რანაირად იქნება, მარიამი ამბობს, რანაირად იქნება ეს, სული წმინდა მოვა შენსაზე და უფლის სული დაგჭრდილავს და ფეხმძიმობაც მოხდება არაჩვეულებრივი ჩასახვით, როგორც მამაკაცი და დედაკაცი ურთიერთობით, არამედ სხვაგვარად იქნება ეს ჩასახვა და ამიტომ შობილიც იწოდება ძე ღმერთისა და არაცოდვილად. ყველა ვინც დაიბადა დედამიწაზე, მამა ყავდა და თუ მამა ყავდა, მაშინ ცოდვილი იყო და ცოდვა გადავიდა მამისაგან და ცოდვის მიერ სიკვდილი. თუ ვინმე კვდება დედამიწაზე მამის გამო. მამა რო ყავდა, იმიტომ. მე მამაჩემს რომ მამა ყავდა, იმიტომ და ბოლოს მივდივართ ადამიანთან, რომელმაც შესწოდა და არ დაუჯერა ღმერთს და ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, რომელთა 5:12 და ხოლმე ცოდვის მიერ სიკვდილი. ერთი ადამიანი იყო ადამი და ასეთი ვართ ჩვენი შვილებისთვის და მამის მიერ გადადის ცოდვა და ქრისტეს არ ყავდა ფიზიკურად მამა, რატომ ის იყო ცოდვილთა მხსნელი. რატომ მომყავს ეს ყველაფერი სამაგალითოდ? იმიტომ რომ ჩვენ დღეს უნდა ვილაპარაკოთ, ეს ნახევარი საათი გვაქვს დრო დაახლოებით, როგორ უნდა მივიღოთ ღმერთის სამეფო ჩვენ ცხოვრებაში. ღმერთის სასუფეველი. კი ვლოცულობთ, მოვიდეს სუფევა შენი, ვითარცაც სათაშინა, ეგრეც ამ ქვეყანასაზე და რუსულ თარგმანში ასე არის და მე მინდა რომ გაგება გქონდეს ამ აზრის. სუფევა ნიშნავს მეფობას. და придет царство твое,
Да будет воля твоя, как на небе, так и на земле. Იყოს ნება შენი, ვითარცა და შინ ეგრეც ამ ქვეყანასაზე და აი ჩვენ ვლოცულობთ და რას ვამბობთ და რას ვაკეთებ და ვინ ვართ ამ კეთების დროს. პირველი, რაზეც ვლოცულობთ, იმასვე უნდა ვაკეთებდე თუ გვინდა რომ შედეგი მოვიდეს. კი არ უნდა ლოცულობდე მარტო და სხვა რამესკენ მიდიოდე. ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ეს გვინდა. ქრისტემ თქვა თქვენ კი ასე ილოცეთ. ეს კი არ დაგვალა რომ ლექსივით თქვით. ილოცეთ ნიშნავს რომ ამ რაღაცაზე ჩვენ ვლოცულობთ და ამას ვთხოვთ ეს გვინდა რომ მოვიდეს. და რა არის ეს სათხოვარი? მოვიდეს მეფობა შენი ღმერთო, ვითარცა და შინ ეგრეც ამ ქვეყანასა და ეს მეფობა მოდის შემდეგნაირად. ერთხელ იესო ქრისტეს ეკითხებიან, როგორ მოვა ღმერთის სამეფო, ღმერთის სასუფეველი. და ნახეთ, მე-17 თავში მე მინდა დავინახოთ ქრისტეს პასუხი. ლუკას მე-17 თავის მე-20 მუხლში კითხეს მას ფარისევლებმაო, როდის მოვა ღმერთის სამეფო? მან უთხრა, ღმერთის სამეფო არ მოვა თვალსაჩინოდ, რომ დაინახეთ. არ იტყვიანო აგერ აქ არის ის, ან აგერ იქ არისო. ვინაიდან აჰა, თქვენ შიგნით არის ღმერთის სამეფო. ღმერთი შიგნით მეფობსო და არა გარედან. ყველა მბრძანებელი და მეფე ხმლით იპყრობდა მეორე სამეფოს და ძალით ახვევდა თავის მეფობას ადამიანს. ღმერთის მეფობა კი ქრისტემ თქვა სულ სხვანაირია. არ გავს ჩვეულებრივ ადამიანურ სამეფოებს, ასე რომ წარმოგიდგენ, მოვა ახლა და თავზე დაესხმო ადამიანს, გინდა არ გინდა, უნდა დაემორჩილო, არა. ღმერთის სამეფო, აჰა, ის თქვენ შინაგან სამყაროშია. ის არ მოვაო თვალსაჩინოდ, ღმერთის მეფობა იწყება შინაგანად. ღმერთი მწყემსავს ადამიანს შიგნიდან და არა გარედან ცulis ადამიანს, რაღაცის გაკეთებით ან არ გაკეთებით. ღმერთის მართლობა და უფლობა და მწყემსობა შინაგან სამყაროში იწყება. მესამე რაღაც მინდა ვთქვა, რაზეც ქრისტემ თქვა, ღმერთის სამეფოში და შინაგან სულიერ ატმოსფეროში ვერ შეხვალ თუ ეს სამი რაღაცა თავის ადგილზე არ იქნება. პირველი, თუ ზეციდან არ იშვი და ქრისტე არ მიიღე უფლად, ვერ შეხვალ ღმერთის სასუფეველში. ნიკოდემოს უთხრა, მეორედ უნდა იშვა. ანუ შენ უნდა დატო ცოდვილი სამეფო და მობრუნდე ღმერთისკენ, რომ უფლის უფლობა შენზე მოქმედებს, რომ გახდე მისი მიმდევარი. თუ გინდა რომ შეხვიდე მის სასუფეველში. მეორე, ქრისტემ თქვა, თუ არ იქნებით, აგერ მოიყვანეს აქ პატარა ბავშვი. მეცნიერებიც კი ამბობენ, რომ ბავშვები რაღაცას რო ეთამაშებიან ხოლმე და უცინია, პატარა რო არის, ჯერ და რაღაცას უცინის. მათი ჩაკრებიო თუ რაღაცა მე არ ვიცი, ისინი ჯერ არ არის ჩაკეტილი ცოდვის მიერ ბოლომდე და ისინი იმ სამყაროს ჯერ კიდევ ეთამაშებიან და უცინიან. ცოდვილ ბუნებას ჯერ ბოლომდე არ აქვს გადაკეტილი ის ყველაფერი, რომ ჯერ კიდევ ისინი იმ სამყაროს ხედავენ, საიდანაც მოვიდნენ ამ ქვეყნიდან. ქრისტემ თქვა, თუ არ იქნებით უბრალოები, ძალიან ლაღები, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ სასუფეველში. ჩვენ ხომ სერიოზულები ვართ, ძალიან სერიოზული უნდა იყოს, ძალიან ეგეთი რაღაცა ადამიანი უფრო და უფრო ბოდიშს ამ სიტყვას ვიხმარ, აი უხეში, ჯმუხი, რა ვიცი რაღაცა. ქრისტემ თუ ასე გაბოროტები, დაძაბული იქნები, შენთვის ვერ შეხვალ სასუფეველში. მოიყვანაო ბავშვები და დააყენა, უთხრა თუ არ გახდებით ბავშვებივით, ვერ იქნება თქვენთვის. უბრალოები უნდა იყოს ძალიან და რაც უფრო ადამიანი იმუშავებს თავის თავზე, მე გულუბრალოდ. პირველ ქრისტიანებზე წერია, ისინი იყვნენ გულუბრალო და მხიარულები. გულუბრალო და მხიარულები. ამიტომ თუ გინდა რომ ღმერთის სასუფეველში შეხვიდე სულში, რა კი შენ შიგნით არის. პირველი რაც უნდა გააკეთო, უნდა მიუწვდო შენი თავი უფალს და გახადო უფალემ წყემსად. მეორე, უნდა იყოს ძალიან უბრალო. ამიტომ მე არ ვიცი თქვენ როგორ აკეთებთ ხოლმე, მაგრამ ბიბლია ამბობს, უგალობეთ და ეფსალმუნეთ უფალს თქვენს გულებშია. უბრალოება იცი რა არის, როდესაც გეხარა ჭურჭელს რეცხავ, ჰალელუია და რა იცი როცა ადამიანი თავის ფიქრებში ვიღაცას ეჯღანება, ვიღაცას იმაში და განიკითხავს, მაგ დროს ის შორს არის ღმერთის სასუფევლისგან. მაგრამ როცა ის უფალს ადიდებს თავისი შინაგან სამყაროში და ბავშვით უბრალოა, ძალიან
ის შედის მასში და რჩება და არ უნდა გამოდიოდე. იცით, არის ასეთი მაგრამ მე მწყობრიდან გამომიყვანა, მწყობრიდან კი სასწრაფოებიდან გამოგიყვანა, ღმერთის თანდასწრებიდან გამოგიყვანა, ღმერთის სიახლოვიდან გამოგიყვანა და დაკარგე ყველაფერი რაც ქონდა. ამიტომ შედი ღვთის სასუფეველში და მესამე, რაზეც ჩვენ შეიძლება ვთქვათ და ამას მინდა გავუსვა დღეს ხაზი, ვერ შეხვალ ღმერთის სასუფეველში თუ თქვენი სიმართლე უქრისტემ თქვა. ისმენ ჩვენ ცხოვრობთ ამ დედამიწაზე. გვაქვს ჩვენი სიმართლეები. ეს ასეა, ის ადამიანები აკეთებენ ანალიზს და დასკვნებს. ადამიანები კი არა, მეც იგივეს ვაკეთებ. ჩვენ ხვალსეა ანალიზებს და დასკვნებს ვდებ. მაგრამ ძალიან ბევრმა ჩემზე ისეთი ანალიზი დადო და დასკვნა. რუსებს აქვთ ერთ ესეთ სიტყვა მიმა. მიმა. ნიშნავს ამაცილეს. არასწორი დასკვნა დადეს. არასწორი და ჩემ გულში ვერ იხედებიან ისინი. ჩემი შინაგანი სამყარო არ იციან და ისეთი რაღაცეები თქვეს, რაც არ იყო მართალი, რაც არ იყო სწორი. და სხვაგვარად არის ასევე არის შენზეც იცოდე. შენზეც შეიძლება შეხედულებები აქვთ, შენზეც შეიძლება რაღაცებს ასკვნიან, მაგრამ ძალიან ბევრი ცდება, იმიტომ რომ ღმერთმა იცის შენი გული და ღმერთი ხედავს ყველაფერს. ამიტომ ისმინეთ, მათეს მეხუთე თავის მე-20 მოხლი ვინც იწერთ, ქრისტემ თქვა, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ღმერთის სასუფეველში. ანუ სიმართლე მისმინეთ ყურადღებით. თუ გინდა რომ ღმერთის სამეფოში განიცდიდე შენს თავს, რომ შინაგანად იქ ხარ და იქ მოძრაობ, ერთი რაღაც უნდა გააკეთო. არსებობს ესეთ სიმართლე. ბირჟაზე რა გონიათ, რადგან ადამიანებს სიმართლე არა აქვს, ქრისტემ თქვა ისინიო, განსჯიანო და ამართლებენ და ამტყუნებენ ვიღაცებს. სინდისის ჯული ცხოვრობენ. ესეთ სიმართლეა. მაგრამ იყო მეორე ჯგუფი, ფარისეველთა ჯგუფი. ფარისეულებმა თქვეს, რომ ისინი ბირჟაზე თვალით დანახულით განსჯიან, ყურით მოსმენელით განსჯიან. მაგრამ მოდი ჩვენ სხვა სიმართლით ავიდეთ და სიტყვა ფარისეული ნიშნავს საზოგადოებიდან გამოყოფილს უფრო მაღალი სტანდარტის სიმართლით ეცხოვრა ღმერთისთვის. და ქრისტემ თქვა, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება ფარისეველთა და მწიგნობართა სიმართლეს, არა ბირჟის სიმართლეს, არამედ სიმართლეს, რომელსაც ისინი მისდევენ და არ არის უფრო მაღალი წყალობითა და კეთილი საქმეებით სავსე, ვერ შეხვალთ სასუფეველში. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ურიაგირო და გადაცემა რო არის, გქონდეს შენი რეაქცია. რეაქცია კი უნდა გქონდეს, მაგრამ ყველა რეაქცია კი არ არის შენი სასუფევლისკენ მიმავალი. არ მოგცემს საშუალებას შენივე მდგომარეობა, რომ ღვთის სასუფეველში აღმოჩნდე არასწორი სიმართლის გამო. ამიტომ შეხედეთ, რომელთა წერილს წავიკითხავ მე, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ თუ ღმერთის სამეფოზე ვლაპარაკობ და ღმერთის სასუფეველს ვეძებთ, რომელთა 14:17 ამბობს. ღმერთის სასუფეველი და ღმერთის სამეფო ჩემოკარგებო. რომელთა 14:17 ამკითხულობ. ვინაიდან ღმერთის სასუფეველი და ღმერთის სამეფო საჭმელ სასმელი კი არ არის და რაღაცა ბაღები და ყვავილები კი არ, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმინდით. ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღმერთისთვის და მოსაწონი ადამიანებისთვის. ღმერთის სამეფო არის სიმართლე და იმახსოვრეთ. მე მინახავს ორი ადამიანი, ორივე მართალი როა და ერთმანეთს რო ჭამენ. გინახეთ ესეთი ადამიანი თუ არა? ორი მართალი და ხშირად ორი მართალი უფრო მწარედ ბოროტდებიან, ვიდრე შეიძლება რომ რაღაცას თავის დანაშაული დაენახა. რატომ არის რომ ხედა დედამთილი მართალია, რძალიც მართალია. შვილების მართლები არიან, მეზობლების მართლები და ისმის არის გაბოროტებული ატმოსფერო. როგორ ღმერთო სიმართლეში შეიძლება ეს ბოროტება ფუთფუთებდეს ასე? არა და არა. მისმენთ ყურადღებით. არსებობს ასეთ სიმართლე, რომელსაც ადამიანური სიმართლე ქვია, ფარისეულური სიმართლე ქვია.
ფარისეულურად მე ეკლესიაში დავდივარ და მაქვს ჩემი სიმართლე. მე ჩემი სიმართლიდან ვაფასებ. და ღმერთმა მოგცე იმის უფლება, რომ ჩვენ გავმართლდეთ ღმერთის სიმართლით და ვიცხოვროთ ჩვენი სიმართლით. თუ ღმერთმა გაგვამართლა თავისი სიმართლით, გვეუბნება ჩემი სიმართლით უნდა იცხოვრო. ყველა ღონე უნდა იხმარო, რომ შენი სიმართლე აღემატებოდეს ფარისეველთა სიმართლეს. ჩვენ როგორ ეგრე მითხარი? იცი რა მითხრა? იცი ადამიანი რომ რაღაცას გეუბნება, ჩვენ ხშირად ვრიაგირებთ ცუდად. რაღაცა მითხრა ცუდი. კარგი, მითხრა. ღმერთი უშვებს სპეციალად რომ გვითხრა, გაგვიკეთა. რათა გამოამჟღავნოს ჩვენში უმართლო მდგომარეობა. აი, წარმოიდგინეთ, ლიმონკარო არის ასეთი და ვიღაცამ რაღაცა გითხრა და ბუმ და ადამიანი აფეთქდა, ამოვიდა მისგან ყველაფერი, რაც უმართლო იყო მასში. და მე ყურადღება იმაზე კი არ გადააქვს, რომ მე ამ ხელა ბოროტების წნეხში ვზივარ და ჩემში ამ ხელა ბოროტება არის. მე იმიტომ მომიხდა და იმიტომ ვარ ასეთ მდგომარეობაში, რომ იმან თქვა ეს, იმან უბრალოდ გააკეთა. ღმერთი უყურებს არა იმას ჩვენს მიმართ რა ხდება, როგორ რეაგირებთ ჩვენ. დაიმახსოვრე ღმერთი იმას არ უყურებს, რა გვაკადრეს თუ რა მოხდა ჩვენს მიმართ. როგორ უპასუხეთ ჩვენ. მე ადრეც გითხარით, ერთხელ ერთმა პიროვნებამ უკნიდან ბავშვებმა დაიძახეს რაღაცა ცუდი რაღაც. კიბეებზე ავდიოდი და მეთქი ეს ლაწირაკები. ესენიც რომ მე დამცინია, თითქოს შეტრიალება მინდოდა და იცი მზად ვიყავით გაუერთიანებთ ცხვირპირს. და ღმერთი მომნა გაჩერდი, მოდი აქ. მოდი ამაზე ვიმუშაოთ ბოროტიროზის შენში, ვიდრე იმაზე რა თქვეს იმათ. სამუშაო აქ არის და არა იქ. მე იქ მინდა გავასწორო რაღაცები და ღმერთი გეუბნება, იქ სად იყურები? აქ ჩავიხედოთ, მოდი. აქ რა პროცესია? და ჩვენ ზოგჯერ არ გვინდა ეს ამას უკმევ და ანგელოზად მიგვაჩნია. ჩვენ ხო ჩვენი ცოდვების ადვოკატები ვართ და სხვისი ცოდვების მოსამართლეები. მაგრამ სხვის იქ მინდა დავალაგო და აქ მაქვს არეული. და ღმერთი ამბობს, რომ გაანებე სხვას თავი. ყველა ჩვენგანი საკუთარი თავის სანგარეს ჩააბარებს ღმერთს. ყველა ჩვენგანი. და ყოველთვის როცა შენს მიმართ უსამართლოდ მოგექცევიან, შენ შეგიძლია ადეკვატურად უპასუხო. შეგიძლია ადეკვატურად უპასუხო, მაგრამ არ უნდა უპასუხო ადეკვატურად. როგორ უნდა უპასუხო? უნდა უპასუხო ღმერთის სიმართლით. ღმერთის სიმართლე როგორია? ბიბლია პირდაპირ ამბობს, რომ ღმერთის სიმართლე არის წყალობით, მშვიდობით და კეთილი საქმეებით სავსე. იაკობი ამბობს. თუ ღმერთის სიმართლით არ იცხოვრებ, შენ მე მისმენეთ, რასაც ვამბობ დღეს, არ მინდა გამოჩნდეს მეორად მოსვლის დღეს. მეორად მოსვლის დღეს ძალიან დიდი რაღაცები მოხდება. ფარდა აეხდება ისეთ რაღაცებს, რასაც ადამიანები არ ცდილობდნენ დღეს სული წმინდა რო ხდის ფარდას, იქ დაენახათ ის, რაც უნდა რომ ღმერთს გვაჩვენოს და თუ ეხლა არ იქნა დანახული და გამოსწორებული, მეორად მოსვლისას მოხდება გაყოფა და აი რა გაყოფა მოხდება. ქრისტემ მოიყვანა იგავი ერთი პიროვნების შესახებ. სანამ ამას მოიყვან, მინდა გაჩვენოთ გამოცხადების წიგნში ლაპარაკია თუ როგორ მოემზადა ეკლესია ღმერთის სიმართლით ცხოვრებისთვის. და გამოცხადების 19 თავში წერია ბოლოს და ბოლოს მოვიდა ეს დღე. გამოცხადების 19-ში მე 6 მოხულიდან გითხულობ და მოვისმინე ხმა, რომელიც ამბობდა დიდძალი ხალხის ხმა და როგორც მრავალი წყლის ხმა, როგორც ძლიერი ქუხილის ხმა, რომელიც ამბობდა ალელუია, რამე თუ გამებ და როგორც იქნა ღმერთის მეფობა დაიწყო, ჩვენი უფლის ღმერთის ყოვლის ყრობელი ღმერთის მეფობა მოვიდა. გავიხარო და ვიმხიარო, დიდება მივცეთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი. ეკლესიაზეა ლაპარაკი და მისმა ცოლმაო თავი გაიმზადა. და როგორ გაიმზადა თავი? მიაქცეთ ყურადღება და მიეცაო მას, რომ ჩაეცვა ნათელი და წმინდა ბისონი. რა არის ბისონი? ბისონი წმინდანთა სამართლიანობა. ბისონი ღმერთის სიმართლით ცხოვრების წესია. ბისონი არ არის მე ჩემებურად, ჩემი სიმართლით რო უდგები რაღაცა საკითხს და ჩემი სიმართლით რო უყურებ. ბისონი წმინდანთა სამართლიანობაა. ქრისტემ მოიყვანა მაგალითი ლუკას სახარებაშიც და
სხვაგან კიდე სხვა სახარებებში, თუ როგორ მოხდა, რომ პიროვნებამ მიიღო ტალანტები და მინები და წავიდა და იცხოვრა არა ისე როგორც ღმერთმა მოუწოდა. მოიყვანესო მონაო და უფალი ეკითხება. როგორ მოხვდიო შენ აქ არასაქორწინო სამოსელში? არასაქორწინო სამოსელი, ჩემო ძვირფასებო, მინდა დღეს დაგანახოთ რა არის არასაქორწინო სამოსელი. დღესვე უნდა იცოდე შენ ეს. არასაქორწინო სამოსელი არის არა ღმერთის სიმართლის თანახმად ცხოვრება. ნებისმიერი რაღაცა, რაც ჩვენს თავს ხდება, ქარეწვიმა და მდინარე, ჩვენს გასამჟღავნებლად არის და არა იმადზე სალაპარაკოთ. ამიტომ როცა ჩვენ არ ცხოვრობთ ღმერთის სიმართლით, ცათასასწრაფო არის სიმართლე ღმერთის და როცა ამ სიმართლით არ ცხოვრობთ და ადამიანური სიმართლით ვდგებით, ჩვენ არასაქორწინო სამოსელს ვიცნობთ. როგორც გამოცხადების წიგნში წერია, საპატარძლომო ჩაიცვა ნათელი და წმინდა ბისონი. ბისონი რა არის? არა ღმერთის, არამედ მორწმუნეებმა ჩაიცვეს წმინდანთა სამართლიანობა ღმერთის სიმართლის შესაბამისად. იმ დღეს, როცა ჩვენ უფლის წინაშე წარვდგებით, უფალი კი არ გვეტყვის, შენ რა კარგად გამოიყურები, შენ რამდენი ხანი დადიოდი, რამდენ ხანს მსახურობდი. პირველი რაც უფალმა უთხრა, როგორ შემოხვედი ამ სამოსელით? აი ამ ფორმით, აი ამ დონით, აი ამ მდგომარეობით, როგორ მოხვდიო შენ აქ? და უფალი გაკვირებული იყო, აშერებმა ხო არ გააპარეს. როგორ შემოხვედი შენ აქ? არასაქორწინო სამოსელით. ერთი მეკითხებოდა, ვკითხულობ ამასო და ვერ ხვდებიო, თბილისიდან ჩამოსული იყო ერთი გოგო და ჩვენ ვიჯექით დაბლა ექსაუბრობდა. ვერ ხვდები, აი რატო გააგდო უფალმა ნადიმიდან გააგდო ის და უთხრა, გარესკნელ სიბნელეში გადააგდეთ, გაუკარეთ ხელფეხი, იქ იქნება მოთქმა და კბილთა ხჭენა. და წარმართებთან დაუდეთ წილიო. თვითმორწმუნეებთან ჰქონდა საქმე. ეკლესიაში დადიოდა და ბოლოს წილი შეხვდა როგორც ქვეყნიერებას. და შეკითხებოდა, ეს გოგო მეუბნება, რატომ გააგდო უფალმა არასწორი ჩაცმის გამო? რა არისო ეს არასწორი სამოსელი? არასაქორწინო სამოსელი. ნახეთ, გამოცხადების ერთ სამიხვალ სახში გამოცხადების 19 თავს ისევ თუ წაი მოვიდაო კრავის ქორწილი და მისმა საპატარძლომ თავი გაიმზადა. ყველამ დაიწყო ცხოვრება ღვთისმოშიშობით და საკუთარ სულიერობაზე, საკუთარ ღვთის სიმართლის წესის ძიება, რომ მე ღმერთო შენი სიმართლით მინდა ვიცხოვრო. თუ მათ ეს 5:20 გახსოვდეთ, თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება ფარისეელთა მწიგნობართა სიმართლეს, ვერ შეხვალთ სასუფეველში. ამიტომ პირველი ცათასასუფეველის მთავარი ამოცანა არის. მინდა გითხრათ, რომ იაკობი დაწვრილებით განმარტავს ღმერთის სიმართლის სახეს, როგორია ღმერთის სიმართლე და მინდა რომ ეს იმდენად კარგად იცოდეს ყველა მორწმუნემ, რომ როცა დგება ჩვენ საპასუხოდ, როგორ უნდა უპასუხოთ, შეგიძლია უპასუხო ადამიანური სიმართლით. მე რამ ეკლესიაში რო დადიხარ და ჩაგითვლიან როგორც მოპასუხე რაღაცა მორიაგირე საქმეზე, მაგრამ თუ ღვთიური სიმართლით არ იქნება მოპასუხი, ეს ყველაფერი ადამიანს არასწორი გზით და დაღუპვისაკენ წაიყვანს. იაკობის მესამე თავში პირდაპირ აღწერს ღვთიური სიმართლის აი ასეთ წესს იაკობი. ვინა თქვენ შორის ბრძენი და გონიერიო, კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი ბრძნული სიმშვიდით. მე აღელვებული ვარ, მე გაბოროტებული ვარ, იმიტომ რომ იმან ასე თქვა რა, თუ მართლა იმ სიმართლით ცხოვრობ, ბრძნული სიმშვიდე იქნება შენთან. მაგრამ თუ გულში მწარეშური და მეტოქეობა გააქვს და ეშმაკი შიგნით გირევს თავგზას, ნუ ცრუობთ და ნუ ტრაბახობ და ნუ ცრუობ ჭეშმარიტებაზე. ეს არა მაღლიდან გარდმომავალი სიმართლე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკური. რამე თუ სადაც შური და უთანხმოებაა, სადაც ადამიანს შინაგანი აქვს არეულ და როლი, იქ ქაოსი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა. მაგრამ მაღლიდან სიმართლე, აქ სიბრძნე წერია და სინონიმად იყენებს იაკობი, სიმართლე პირველ ყოვლისა დააკვირდი, რას ამბობს წერილი, როგორი არის მაღლიდან ჩამოსული ღვთიური სიმართლე, რომ იმით შევიმოსო. მშვიდობიანია. შენ საუბარში მშვიდობისკენ მიყავს, როცა ადამიანებს ელაპარაკები. თუ
ჩორტი ჩააგდო, ხშირად რომ ამბობენ ხოლმე. დაუძაბა სიტუაცია, მხარეთ გადააქცია, გაყო გამოყო, რა ვიცი, შვიდობიანია, ლმობიერია, ნებიერია, წყალობითა და კეთილი ნაყოფებით სავსე, მიუკერძოებელი და არათვალთმაქცი. სიმართლის ნაყოფი, როცა ასე ცხოვრობს ადამიანი, შვიდობაში ეთესებად, შვიდობის მოქმედო. სიმართლის ნაყოფი. ჩემო ძვირფასებო, ყველაზე ძვირფასი რაც ცხოვრებაში გჭირდება ეს არის ბისონი. რომ შეხვიდე ნადიმზე თავისუფლად. რა ცხოვრებით იცხოვრე? რა ცხოვრებით იცხოვრე? მე ჩემი სიმართლე მქონდა. მე ჩემი სიმართლეს დავამტკიცებ ყველგან. კი ბატონო, ეგეც შეგიძლია, იმიტომ რომ თავისუფლება გაქვს და შეგიძლია ეკლესიაში იყო და ამას აკეთებდე. მაგრამ ნადიმზე ვერ მოხვდები. თუ შენი სიმართლით იცხოვრო. ეს არის მიწიერი, შვინვერი, პირდაპირ წერია. ეს არის მიწიერი, შვინვერი და ეშმაკური სიმართლე. ქაოსია, შურია, მტრობა, გაუგებრობა, ადამიანის მუდმივად აღელობრივ მდგომარეობაში იმყოფება, იმიტომ რომ არ არის სიმართლე და იქნება ყოველთვის აი ეს გულში მწარე შური და მეტოქეობა. იმიტომ რომ სიმართლე ამბობს რომ თუ ჩვენ ცხოვრებაში არის უარყოფითი რაღაცები, ჩვენ უნდა მოვითმინოთ, ჩვენ დავიტანოთ და ჩვენ უნდა გაუგოთ და ჩვენ უნდა დავლოცოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ცათა სასუფეველის მეორე მთავარი საკითხიც რა არის? პავლე მოციქული პირდაპირ ამ ცათა სასუფეველს თუ გინდა შენს გულში იყოს და შეხვიდე მასში, სიმშვიდე არის მთავარი კომპონენტი. იცით, ღმერთის მშვიდობა საკმარისია ჩემთვის, რომ დავრჩე მარტო და არავისთან არ მქონდეს აი ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა. იმიტომ რომ მეორე პუნქტი, თუ სიმართლით ცხოვრობ და სწორედ ამოკიდებლობ, მეორე არის სიმშვიდე და მშვიდობა. ქრისტემ თქვა, მოდით ჩემთან ყველა ტურცინო და მაშინ რომ მე დაგამშვიდებ თქვენ. რას გაგიკეთებ? მე დაგამშვიდებ შენ. თუ გინდა რომ დარჩე სასწაულში, გადი და დამშვიდე. შედი ღმერთის სასწაულში, შედი შენს ოთახში და როცა მშვიდად ხარ, სულ სხვა აზრები მოგდის თავში. როცა აღელვებული ხარ და როცა რაღაც ანგარიშები გინდა დაასწრო და ყველასყველაფერი უთხრა და პასუხები გასცრა, ეს არ არის მაღლიდან გამომავალი სიბრძნე. ეს არის რომ მიწიერი, ეშმაკური და შვინვერი. თუ ამით ცხოვრობ, სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმით, ისო სასურველია ღმერთისთვის და მოსაწონი ადამიანებისთვის. ჩვენ ყველაზე მთავარი ქრისტემ თქვა, მათეს მე-6 თავის 33 უპირველეს ყოვლისა, ეძებეთ ღმერთის სასუფეველს. ლუკა, დედა შენ მაგ გასწავლობ სახურების დროს რომ გასწავლა? კარგია. თუ გასწავლა, მაშინ ესე შეეცადეთ ხოლმე რომ გასაღებს მე რაც მისცემდით. სიტყვა როცა იქადაგება, ჩვენ დავიყოთ მოწიწებული უფლის სიტყვის მიმართ. და რა ესე რაც მინდა, ავდექი გავედი, შემოვედი, წავედი, მოვედი, იმიტომ რომ ღვთის სიტყვისადმი მოწიწებას, ისაა წინასწარმეტყველი ამბობს 66 თავის მეორე მუხში, რომ აი ვის მივაპორებ მზერას. ვინ ჩემი სიტყვის წინაშე გრთის. თუმცა სიტყვა იქადაგება, ეს ძალიან ძვირფასი დრო. რამოდენიმე წუთი დაგვრჩა და მინდა გითხრათ. მათეს 6:33-ში ქრისტემ თქვა, უპირველეს ყოვლისა, ეძებეთ ღმერთის სასუფეველი. და მისი სიმართლე ასე წერია. უპირველეს ყოვლისა, გვაქვს აქ თორნიკე მათეს 6:33. უპირველეს ყოვლისა, ეძებეთ რა? ცათა სასუფეველი და მისი სიმართლე. ღმერთის მეფობა ეძებე შენს გულში, რომ ღმერთი მართავდა შენ ცხოვრებას. და მისი სიმართლეო. ამრიგად ზემოთ ცოტა აციეთ. აცი ზემოთ. ამრიგად ნუიზრუნოთ ხვალინდელ დღეზე, ეს რა არის? მათეს რომელიც სახარებაა? თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღმერთის სასუფეველი, ანუ სამეფო და მისი სიმართლეო. უბრალოდ კრებაზე კი არ უნდა მოხვიდე, უნდა ეძებო მისი სიმართლე. და ყოველივე ესო, რაც ჩამოთვლილი არის, რა ვჭამო, რა ვსვარეთ შევიმოსო, ყოველივე ეს შეგემატება თქვენ. არ იქნება მშვიდობა, თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. გესმით ხო ამ ბოლო დროს? არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. მიდის და ეს
ასეა ქვეყანაშიც, სადაც არ იქნება სიმართლე ღვთიური ვერ შეხვალ მის სიმშვიდეში. მისმენთ, ჩვენ მოწოდება გვაქვს ყველა მორწმუნეს ღმერთისგან. ებრაელთა მეოთხე თავში წერილი გვეუბნება, რომ სიმშვიდეში შესასვლელად უნდა იღწვოდე. და სიმშვიდეში რომ შეხვიდე, წინ ჯერ სიმართლე უნდა უძღოდეს. როცა შენ მოწყალე ხარ, როცა შენ მშვიდობიანი, მობიერი, ნებიერი სიმართლით მართავ შენს გარშემო სიტუაციებს, შედიხარ მე სიმშვიდეში, იმიტომ რომ სიმართლე თუ იქნება, სიმშვიდეც იქნება. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. არ იქნება ღმერთის სიმართლე, ვერ მიაღწევ მშვიდობას, რომელიც მშვიდობაც ღმერთს უნდა ჩვენს გულში ბატონობდეს. კოლოსელთა 3:15 ამბობს, ბატონობდესო და ერთხელ კი არ მოვიდეს და წავიდეს. კოლოსელთა 3:15 ბატონობდეს თქვენს გულში ღმერთის მშვიდობა, რომლისაკენაც მოწოდებული ხარ და იყავით მადლიერნი. ებრაელთა მეოთხე თავს უყურეთ. როცა სიმართლით ცხოვრობ, შენ ნელ-ნელა გზას იმზადებ სიმშვიდისკენ. ამრიგად გვეშინოდეს, რათა ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეს შესასვლელად, ვინმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს დაგვიანებული. ვინაიდან სახარება ჩვენს გვეუწყა როგორც მათ, მაგრამ მათთვის სარგებლობა არ მოუტანია მოსმენელ სიტყვას. ვინაიდან არ შეეზავა მსმენელთა რწმენასო. მესამე მუხლი მიყვარზალია, ხოლო სიმშვიდეში შევდივარ ჩვენ მორწმუნენი. სიმშვიდეში შევდივარ. თუ არა გაქვს სიმშვიდე, აბრალე ვისაც გინდა. მე ხალხი მიყვებიან, აი მე იმის გამო არ და აი იმის გამო არ ასენის გამო, არავინ არავის გამო არ არის. არ ცხოვრობს სიმართლით და არ გაქვს მშვიდობა. ვერ შეხვედი მშვიდობაში. ნუ აგვიანე, დაიწყე ისევ თავიდან. მე უნდა ვიცხოვრო ღვთიური სიმართლით, რომ მქონდეს მშვიდობა და ბატონობდეს ჩემს გულში ღმერთის მშვიდობა და მე წერია. ღმერთის სამეფო არის სიმართლე ეძებე, უფლის სამეფო და მისი სიმართლე და რა ყოველივე შეგემატება და მე წერია. სიმართლეს მოაქვს მშვიდობა და მშვიდობას მოაქვს სიხარული სულიწმინდაში. თუ არ ახარ მშვიდი და აი ამ სიმართლით არ ცხოვრობ, არ ხარ სიმშვიდეში, რომ სიმშვიდეში შევდივარ ჩვენ მორწმუნენი არ არიან იმ სიხარულში, რომელიც სიხარულიც ღმერთმა მოიტანა აი ამ ქვეყანაზე. და ცოდვილი ადამიანების მსგავსად სხვა რაღაცეებში ეძებენ. არ შეიძლება რომ დავლიო, როგორ არ შეიძლება დალიე რამდენიც გინდა. მაგრამ იცი რატო სვაო ბევრს, როგორმე დაივიწყო შენი არეული ცხოვრება. რატო იკეთებენ ნარკოტიკებს ადამიანები? იმიტომ რომ როგორმე გაექცნენ თავის თავს და თავის არეულ მდგომარეობას. რატომ არიან ადამიანები რომ სხვებს უსწორებენ ანგარიშებს, თავის თავს ვერ ერევიან და იმიტომ? რატო არის ომები და ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ადამიანი აქეთ ბოროტდება და იქით ანთხევს ამ ბოროტებას სხვას. თვითონ არის ბოროტი და სხვაზე ანთხევს იმას. როცა ბიბლია ამბობს რომ საკუთარ თავს და საკუთარი თავისთვის ყველა ადამიანი ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს. ჩემო ძვირფასებო, ღმერთის სამეფო ისევ ამბობ. რომაელთა 14:17 ამბობს, ღმერთის სამეფო ჩვენ შორის არის. და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვივარჯიშოთ ღვთისმოსაობაში, რომ ვიცხოვრო სიმართლით, ღვთიური სიმართლით. ჩავიცო ბისონი ყოველ დღე. იცი მე სახში სუმართალი ვარ, ჩემ ცოლთა სუმართალი ვარ. ცოლიც მართალია, შვილების მართლები არიან. დედას ერთხელ მახსოვს, პატარა იყო ლუკა, ჩემი ძალიან პატარა. და ეკას რაღაცაზე წაუკითხე, რომ იტყვიან ასე გორში რაღაცა 12 ქიშენ მორჩილებაში უნდა იყო რაღაცა და წავედი სახლიდან. ახლა ეკას ორი სიტყვა ჭირდება, რომ ტირილი დაიწყოს და დაიწყო ტირილი ეთყობა სახში და გავედი მე. გორში ცხოვრობთ ეს იქით საუკუნეში. გავედი და ლუკა არის პატარა და გაიარგა მე ხა ეკა ხო მართალია, მეც ხო მართალი წავედი. ეს ბავშვიც მართალია, ახლა დედას ხედავს რომ ტირის და გაიარგა მე. მამა, ანუ ლაპარაკი არ იცოდა. ეკაპცერება, ფეხი მასკეს, მაგას დედას დაუჭირა მხარი იქით. მისმენთ. ჩვენ შეგვიძლია მართლებიც ვიყვეთ და მამიდებიც მოვძებნოთ ამის დასამტკიცებლად. მაგრამ გახსოვდეს ის დღე. ღმერთო დღესვე მინდა მაკანკალებდეს მე, რომ იმ დღეს როცა საპატარძლომ თავი მოემზადა, ჩაიცვა ნათელი და წმინდა ბისონი. მთელი ზეცა ხარობდა, რომ მოემზადა საპატარძლო, ჩაიცვაო, როგორც იქნა, ჩაიცვა ღმერთის სიმართლე, ღმერთის სიმართლის სამოსელი, აცვია საპატარძლოს.
მაგრამ ვიღაცა შემოვიდოთ, რომ შენ როგორ მოხვდი არასაქორწინო სამოსელში. შენი ცხოვრებით რო ცხოვრობდი, შენი პრინციპები რო ქონდა, შენ შენებურად რო გინდოდა, შენ აქ როგორ მოხვდი? ცათასასწრელი არ სიმართლე ღმერთისა, შვიდობა გვაქვს და შევდივართ მის სიმშვიდეში და ვხარობთ უფალში. ამ ქვეყნათაც, იმ ქვეყნათაც რა აღთქმები გვაქვს ღმერთისგან. სულ რომ არაფრის მქონენი, ყველაფერს ვფლობთ წერილი ამბობს. და გიხარია მხოლოდ დრო და მხოლოდ დრო და სულიწმინდა გვიმოწმებს, რომ ყველაფერი გელოდებათ და ყველაფერი აქაც და იქაც ასწმაგად და შემდეგ საუკუნოს ცოცხლე. მაგრამ ეს მას შემდეგ, როდესაც და ვინც ამით ემსახურება უფალს, სასურველი ღმერთისთვის და მოსაწონი ადამიანებისთვის. მოდით ვიცხოვროთ ღმერთის სამეფოში აი ამ მიწაზე. იმიტომ რომ ჩვენ ვართ მოწოდებული შვილები ღმერთის სამეფოში. ქრისტემ პირდაპირ დაგვარქვა სახელი და თქვა, როცა ხორბალს და ღვარძლს ადრიდა ერთმანეთს, ესენი სამეფოს შვილები არიან და აშმაკმა ღვარძლის დათესა. და თუ ხარ სამეფოს შვილი, მაშინ სამეფოს სახეც უნდა ატარო. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი არჩევანი და მოწოდება უფლისგან. წამოდით ჩემთან ერთად მინდა რომ ვილოცოთ და უფალს ვთხოვოთ. დამეხმარე უფალო. იქ სადაც ვარ დაძახებული და მოწოდებული დავრჩე იქ. ვიცხოვრო ისე როგორც შენ მასწავლი და შენი სიტყვა გვეუბნება, რომ ვეძებო პირველ რიგში შენი მეფობა, შენი მართლობა, შენი უფლება და ვეძებო შენი სიმართლე და არა ჩემი სიმართლე.